მოგესალმებით მაესტროს ეთერში და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გუშინდელი შოუ ბიზნესური ამბები. კიდევ ერთი სიურპრიზი და სენსაცია მაესტროს თიკოსგან. როგორც ჩანს, მან სერიოზულად გაითავისა მომღერლის ამპლუა და ახლა მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში ახალ სიმღერას წერს, რომელიც მას გელა გნოლიძემ დაუწერა. ყველაფერი გელას ეკუთვნის და ნაუღერი იქნება ჩემი. მალე ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც შეიქმნება. სენსაციას და სიურპრიზს უკვე ამის შემდეგ მიიღებს მაყურებელი. თუმცა თუ რა სცენარი ექნება ვიდეოს, ჯერჯერობით საიდუმლოა, ისევე როგორც კლიპის რეჟისორის ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კლიპი კარგად დასამახსოვრებელი იქნება და მისი ნახვის შემდეგ მაყურებელი კიდევ უფრო ბევრს ილაპარაკებს. დია ეკუთვნის მამუკა ღლონს, ჩემს პროდიუსერს და რაღაცა სენსაცია მზადდება, ანუ კლიპი უახლოეს მომავალში კლიპის გადაღებას დავიწყებთ, ანუ დაწვრილებით და ანუ კონკრეტულად ყველაფერი ჯერ არ ვიცი როგორ და რა იქნება, ანუ რეჟისორი კლიპის ვინ იქნება და ახლობით როგორი კლიპი იქნება, ის მე არ ვიცი, მაგრამ მამუკა ღლონმა, ანუ ჩემო პროდიუსერმა ყველაფერი იცის და ვიცი რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კლიპზე მუშაობა და ძალიან მალე, ანუ ჩემს ასე ვთქვათ, თუ მყავს ფანები, დიდ სიურპრიზს ვუმზადებ. მალე მოვაღამე თიკოსთან ძალიან სასიამოვნოა მუშაობა. რაც შეეხება იდეას, იდეა თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მამუკასგან წამოვიდა და მერე გამითხა, რომ აი ესეთი მინდა. თიკოს შესაბამისად, რომ მოუხდეს, რა თქმა უნდა, და ხასიათი, ის შემდეგ უკვე მე თვითონ შევარჩიე და ალბათ ძალიან ესეთი ლოიალური და ძალიან თბილი სიმღერა გამოვიდა და რაც თავარია, იმედი მაქვს, რომ ჰიტი გახდება. მუსიკოსი პანჩო ერთ-ერთი მათგანია, ვისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს და არა რაოდენობას. სწორედ ამიტომ იგი ერთხელ უკვე ჩაწერილ სიმღერას ხელმეორედ მიუბრუნდა, რასაც ასეთი მიზეზით ხსნის. რომ დავწერ იგივე ხასიათით მინდა რომ გადმოვცე და მე შემდეგ რომ უკვე ვიწერ აკომპანიმენტთან ერთად ჯგუფთან ერთად რაღაცა იცვლება სიმღერის ხასიათი თვითონ და ამიტომ ვცდილობ რომ რამენაირად შევინარჩუნო. ცხოვრებას ნოტებზე ვაწყობდით, ღიურებს ერთით და თაროზე ვაწყობდით, ერთად ჭამდით და ერთად ვაცხობდით, ერთად გვეძინა ერთმანეთს ვარგობდით. სხვა რიტმში ჩავწერე სიმღერა, მოусმინე მერე ჩაწერილს და აი ეს რაღაც ხასიათი რაც მქონდა ამ სიმღერაში, ეს ხასიათი დაიკარგა და ამიტომ გადავწერე მერე ახლა თავიდან. სიმართლე რო გითხრათ, ეხლაც არ აქვს ის ხასიათი, რაც მე მინდა რომ კონდეს, მაგრამ უფრო ახლოს არის იმასთან, რაც უნდა იყოს. რაც შეეხება პანჩოს შემოქმედებას, სულ მალე მისი მესამე ალბომიც გამოვა, რომელსაც იმ სიმღერის სახელი ჰქვია, რომელსაც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ადექი წახვედი, ასეთი ამ ყველაფრის სახელწოდება, რომლის შექმნაშიც პანჩოს აკომპანირებას ჯგუფი ქამელეონი უწევს. ბლუზ ბენდიდან არიან რამდენიმე კაცი, დანარჩენები კიდე სხვა ჯგუფიდან შეიკრა ჯგუფი ქამელეონი, რომელიც უკრავს რა ქვია, ბას აღარ მახსოვს, სადღაც კლუბში უკრავენ აქ. და რომელთანაც ერთად მე გავაკეთე რეპეტიციები პირველად ქობულეთში, იმისთვის რომ ფოთში გამეკეთებინა კონცერტი. ადექი წახვედი, ლამაზი თავხედი, გარიგარი ჩუმად გახვედი, და მიტოვე ბალიზე სუნი, შენი ნომერი დახურდა ბული, რეკავ, მოცემულ ნომერზე, ყოველ ღამე და თითქმის ყოველ, დავისხი ჭიქა, დავლე ბუთლი, გოლე დამეწვა ჰაუშვი ოთხლი. აუ, ამერია დო.
როგორც ჩანს, გიგი გეგელაშვილისა და მისი ჯგუფისთვის სინათლის წელიწადისთვის კლუბი ნუანოა საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ საკუთარი გულშემატკივარი შეკრიბოს. ეს ის ხალხია, ვისაც არტ-როკი და ზოგადად ამ ჟანრის მუსიკა უყვარს. სწორედ ასეთია 6 თვის წინ ჩამოყალიბებული კოლექტივის სტილი, რომელმაც 14 ნოემბერს უკვე აღნიშნულ კლუბში სოლო კონცერტი გამართა. ნახევარწლიან შემოქმედებით დოსიეში სინათლის სხივის ანგარიშზე 1 ალბომი და 4 კონცერტია. რაც შეეხება მათ რიგით მეხუთე კონცერტს, შესრულებული იქნა პირველ ალბომში შესული 14 კომპოზიცია. როკის მძიმე მელოდიას დროდადრო აკაპელაც ერთვებოდა. ასე რომ შეიძლება ითქვას, მძიმე და მსუბუქი მუსიკის სინთეზი საკმაოდ წარმატებულად შედგა. მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ახალ ეტაპზე ვართ უკვე გადასულები. თითქოს ბევრი ამბობს, რომ ჩვენ სტილი არ აქვს ბოლომდე ვთქვათ ესეთი გაკეთებული, ხო? ან ვთქვათ არტ-როკი იყოს ეს ან რაღაცა, მაგრამ ჩვენ ძირითადად ვცდილობთ, რომ ეს მუსიკა, ხო, იყოს ძალიან მრავალფეროვანი. ეს არის არტ-როკი, კლასიკური არტ-როკი, შეიძლება სიმფონიური არტ-როკი, რაც არც ხშირია საქართველოში, საქართველოს ჯგუფებს შორის ეს სტილი არა გავრცელებული და ამდენად საკმაოდ საინტერესოა. და კიდევ, კონცერტის სრული ვერსიის გადაღება მაესტრომ უზრუნველყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის, ვინც მისი ნახვა კლუბში ვერ მოახერხა და ასევე მათთვისაც, ვინც სინათლის სხივის თაყვანისმცემელია, მაესტროს ეთერში ამ კონცერტის სატელევიზიო ვერსია გავა. სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩება იმ საკონცერტო მარათონის დასრულებამდე, რომელმაც ჩვენს დედაქალაქში 10 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში აიღო სტარტი, რომლის მთავარი გმირია კომპოზიტორი სერგო ჟვანია. ბატონი სერგოს მთავარი მისია როიალზე 1001 მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები, მსოფლიო კლასიკა და თანამედროვე კომპოზიციები ისე შეასრულოს, რომ ნაწარმოებები არ განმეორდეს. ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზატორის, საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის საკმაოდ ექსპერიმენტული პროექტი წარმატებულად დასრულდა და კომპოზიტორის მიერ შესრულებული ნაწარმოებების ბოლო აკორდი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აღმოჩნდა. ესეთი ამბავი დედამიწაზე არ ყოფილა. და რომ მოხდა ეს ამბავი, არა, ეს უკვე მე მგონი რომ ჩვენი სამშობლოს ასე ვთქვათ სახელია და აი ეს არის ჩემთვის პრინციპულად რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვისაც ეს არის უდიდესი ასე ვთქვათ სიხარული. მარათონი ოფიციალურად 16 ნოემბერს დასრულდება და კომპოზიტორი სერგო ჟვანია იქნება ის პირველი პიანისტი, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევა. მისი საფორტეპიანო შესრულებას რეკორდების წიგნის დებულების პრინციპებით საკმაოდ წარმომადგენლობით მეჟიურიმ შეაფასა. ძალიან კმაყოფილი ვართ და საინტერესოა რომ თანადგომარი ძალიან დიდი მსოფლიოში გავრცელებული არის სააგენტოების, ტელევიზიის, ყველა არხების საშუალებით, ხვალ კიდევ 2:10-დან მე მოვიდი რომ მოვლენ მისი ნიჭის დამფასებლები და იქნება ამ 1000 ნაწარმოებიდან არჩეული 30-40 შესრულდება ასევე ამ დარბაზში და მერე ბატონი სერგოსა გადაწყვეტილი რომ აი ეს საუკეთესო ნაწარმოებები, ყველა საუკეთესოა ყველა ერთი მარეს უკეთესია, მაგრამ რჩეული ნაწარმოებებს ის შეასრულებს საქართველოს ყველა კუთხეში. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენი თანადგომარ. ქართულ სამოდელო ბაზარზე განვითარების ელემენტები ამ ბოლო დროს შეიძლება ითქვას აშკარად შესამჩნევი გახდა. თუ მაღალ პროფესიონალიზმზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, ის მაინც შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდა დამწყები დიზაინერები ცდილობენ საკუთარ ნამუშევრებზე ინტენსიურად იმუშაონ და შესაბამისად ესა თუ ის ჩვენებები სისტემატურად მოაწყონ. ერთ-ერთი ასეთი ჩვენება 5 ახალგაზრდა დიზაინერმა სამოდელო სააგენტო დალის ორგანიზებით გამართა. მე მაქვს საღამოს კაბები, მაქვს მეტწილად 15 კოსტიუმი მაქვს გამოტანილი, საღამოს კაბებია ესენი. ნუ გაზაფხულის თემა მაქვს აღებული, გაზაფხულის აფხული. წარმოვადგინე 6 კაბა, საერთოდ 26-ია.
უბრალოდ ამ ადგილისთვის მე მგონი 6-იც იყო საკმარისი. აუცილებელი ადამიანს კონდეს საშუალება წარმოაჩინოს თავისი თავი, თუ კი გრძნობს იმ ენერგეტიკას შიგნით, რომ იმას შეუძლია თავისი თავი წარმოაჩინოს, აუცილებლად მოსასალმებელი არის და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ასეთი რაღაცეები. აი ეს არის შეიძლება გაზდები წინ მედიან ყოველთვის ეს ელემენტარული რაღაცა არის. როდესაც აკეთებენ, როდესაც ხედავენ, როდესაც გრძნობენ, განვითარება, ელემენტარული განვითარება და ელემენტარული პროგრესი არის ადამიანში. რეპ-ჯგუფ თეთრი ღამისთვის, რომელიც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში სულ რაღაც 3 თვის წინ გამოჩნდა, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი წევრის წასვლა დიდი სტიმულის მომცემი აღმოჩნდა. ანუ როგორც იტყვიან, მათ მთელი ძალები მოიკრიბეს და პირველი ვიდეოკლიპის გადაღებების დაიწყეს. თუ აქამდე მათი ორი სიმღერის მოსმენა მხოლოდ რადიოს ეთერით შეგეძლოთ, ახლა რეპის მოყვარულებს ერთი თვის შემდეგ თეთრი ღამე საკუთარი რეჟისორობითა და იდეით შექმნილ ვიდეო პროდუქციასაც გააცნობს. ჯგუფი ჩამოყალიბდა თავიდან. ჯგუფში დარჩა 3 წევრი, ერთი გავიდა და ყველაფერი დავიწყეთ თავიდან. ნოლიდან არაფერი არ აქვს ახლა ამ ეტაპზე. კლიპში ეგეთი ის ხდება, რომ გოგო არის ჩვენი ბედი და მე მგონი სურპრიზად დავტოვო ჯობია. ეგრე ჯობია. აი ეს ვისი? ეს რა არის? ფიქრობ რომ ეს კლიპი გაამართლება ძალიან ბევრ ამას იტყვის, იმიტომ რომ ძალიან უფრო შინაარსობრივია, ტექსტური დატვირთვა აქვს და მელოდიურია და არანაირად არ არის რაღაც ესეთი ცეკვას ხო, საცეკვაო და რაღაც უფრო შინაარსს და ძალიან ბევრს ასწავლის მაყურებელს ეს კლიპი რა. This side made that.